არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა ინვესტიციების მოსაზიდად როგორ უნდა მიუდგე ამ საკითხს. ინვესტიციების მოსაზიდად ერთი რაღაცები რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის რომ ყველა იტყუება და შენც მოგიწევს მაგათთან დაჯახება. ანუ ინვესტიციის აღებისას ისეთ სისულელე ტყუილებს ამბობენ ხოლმე ტიპები რა სტარტაპ ფაუნდერები რომელიც იყიდება და მართლა აძლევენ ფულს რომ ერთი შეხედვით რომ შეხედო და რომ იცი შენი მხრიდან რა გაგეცინება რომ აი ამ სისულელეს როგორ ამბობ მაგრამ მეორეს მხრივ რა იქიდან ტიპი როზის იმას მაქსისულელის დაჯერება უნდა იმიტომ რომ აი ვისისთან რომ მიდიხარ ეხა ჩემთან რომ ვიღაცა მოვიდეს და ფული მოზე მე ვერ დამაჯერებს მაქსისულელეს რა იმიტომ რომ ჩემი ფული არის მაგრამ მე როდესაც კომპანიაში მუშაობ საინვესტიციოში რა იმას იმ ფულის სწორად დაბანდება კი არ ჭირდება, იმას ჭირდება, რომ თავის დირექტორს შეუტანოს რაღაცა ისეთი, რომელიც ააღელვებს იმას რა. ამასე რომ წადი დაუბრეხე რამე ბულშიტის ისულელე ისეთი მოუყევი ზღაპრები, მე ისექენი რო არ გამოგიჭირო ტყუილში, აი როგორ არის, იცი ძალიან კი არ შეესწება რომ გამოგიჭიროს ტყუილში, მაგრამ ეგეთმა ტიპმა უნდა გამოგიჭიროს და ძალიან რო არ შეესწება, მაგრამ არ გამოგიჭიროს და всё ეგ არის რა. ეგრე ხდება ინვესტიციების აწევა 99% შემთხვევაში. კონკურენცია, შენ რო სულ სიმართლე ელაპარაკო, კონკურენცია მოგიწევს ისეთ ხალხთან, ვინც სულ იტყუება რა. მაგიტო არის რომ, ხო, რავი, მე ინვესტიცია ერთხელ მაქვს მარტო აწეული სიმართლე. რა პატარა ისიც სიმართლით მარტო და მეტი არა.